აი აქამდე მოვიყვანე უკვე ნებისმიერ გიორგის ხატი. ეს უკვე ყალებისათვის ვამზადებ კედლებს. ეს უნდა გაკეთდეს და შემდეგ ამაში უნდა ჩაისხას თხევადი მასა, რომელიც იქნება ყალიბი. სავარაუდოდ რეზინი. არსებობს დღეს ესე ტექნოლოგიები არის. ჩაასხამ წყალივით არის და შემდეგ გამაგრდება. აი ახამდე ამას კიდევ ჭირდება, ხა დამუშავება ესეც დასამუშავებელია. მაგრამ პარალელურად ამოვიყვანე მაინც რომ წინ წასული საქმე იქნება. ეს კუთხე გავაკეთე, ეს ნაწილი გაკეთებულია. ეს გაკეთებულია, აი აქაც ისინი დაიწმინდება, ხა უფრო დაიხვეწება. სუფთად და კოხტად რო იყოს გაკეთებული. უკვე ამოვიღებთ, აქეთა ნაწილი გასაკეთებელია. ამასაც და შეიკრება უკვე იქნება ედვარდის საღალიბე ჩარჩო. აი თვითონ წმინდა გიორგის სახეც აი ამ დონეზეა, ეს არ არის დასრულებული, კიდევ აქ დეტალები ბევრი არის გასაკეთებელი. აი აქაც ესეც ამოვყავს ახლა. ეს ადგილები ყველაზე რთული ადგილებია, ესენი შეიძლება მაქსიმალურად იყოს პლასტიკა ნაჩვენები და ამოწეული იყოს ფორმები, ამოსული იყოს ისე რომ არ დააკლდეს, ну მაქსიმალურად რაც შეიძლება რომ ამოწიო. ეს ხელიც აი აქ თრიანობაში რო იყოს სავსე. ეს მუთაკაც როგორც აქ არის ტალღზე რო არ დაბზანებული. ესე წურჩხული რომელიც არის აი ქვედა ნაწილში აქ რომელზედაც გამარჯვების ნიშნა და ორივე ფეხი უდვას ერთი ფეხი მარცხენა ფეხი აქვს დადებული თავზე. ესენი მაინც კიდევ გასაწვენდია, დასაწვენდია უფრო რაც შეიძლება მაღალ დონეზე. აი კიდევ უნდა კარგად, უფრო კარგად რომ მოვიდეს. აი დღეისათვის დღეს 29 იანვარია და აი აქამდე დაჭირდა დრო. ყოველდღე ვერ მიხერხდება ახლა მუშაობა. როგორც ვახერხებ ეს საათების რაოდენობა რაც არის ჩაწერილი მაქვს და მაინტერესებს რა დრო დამჭირდა სულ აი ამ ორნამენტის გაკეთებას. ამ ხატის გაკეთებას უბრალოდ. ეს ისა როგორც ახლა ორნამენტი ეს არ არის ჭედურობა, ეს არის უკვე პლასტელიში ამოვანე, რომელიც ბრინჯაოში უნდა გადავითამოთ. აქტიურად როგორც ხედავ მე საქართველოში ბრინჯაოსში გაკეთებული ხატები, იმაზე ტაძრებზე არ აგვაქვს და ალბათ პირველი იქნება. რომელიც იქნება დამაგრებული ტაძარზე. შეგვიძლია ტაძრის შიგნითაც ჩავსვათ კედელში. ტაძრის გარეთაც შეიძლება და შიგნითაც შეიძლება.